მოგესალმებით. მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილი არის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 5-ვე ტესტურ დავალება შევადგინე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლებიდან გამომდინარე და რატომ ბირთვი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ტესტებისა მოდის სწორედ ამ კონვენციაზე, არა მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, ასევე პროკურატურის მიმართულებითაც იქნება ეს საკვალიფიკაციო თუ სტაჟიორთა მისაღები გამოცდები პროგრამაში, სადაც მითითებული არის, რომ საერთაშორისო სამართლიდანაც არის გარკვეული ნორმატიული აქტები შესული, ერთ-ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი არის სწორედ ევროპული კონვენცია და საკმაოდ მაღალი აქტიურობა ეთმობა ამას საერთაშორისო სამართლის ნაწილში. ამიტომ ძირითადად ვიმუშავებთ ამ ევროპულ კონვენციაზე და გარდა ამისა, მორიგ ვიდეოებშიც ცხადია გვექნება ასევე ევროპული კონვენციის დამატებით ოქმებზე და სხვა კონვენციებიდანაც და საერთაშორისო პაქტებიდანაც შედგენილი ტესტური დავალებების განხილვა. დავიწყოთ მე-11 ტესტური დავალებით. სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის სამხედრო ნაწილში მოხდა შეიარაღებული ამბოხება, რის გამოც ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. სიტუაციის დასტაბილურების მიზნით თავდაცვის მინისტრმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყველა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის მათ, ვისაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა, დაევალა სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების უფასოდ შესრულება დღე-ღამეში 14 საათის განმავლობაში. ჯარისკაცთა ერთმა ჯგუფმა უარი თქვა მუშაობაზე იმ მოტივით, რომ ეს წარმოადგენდა იძულებით შრომას. მათ წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური დევნა, ჯარისკაცებმა მიმართეს ევროპულ სასამართლოს. კითხვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, რამდენად საფუძვლიანია ჯარისკაცების მოთხოვნა და უნდა დაადგინოს თუ არა სასამართლო მე-4 მუხლის იძულებითი შრომის აკრძალვაზეა საუბარი, ამ მუხლის დარღვევა. ავარიანტია ჯარისკაცების მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან ნებისმიერი სამუშაო, რომელიც სცილდება სტანდარტულ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს და სრულდება ანაზღაურების გარეშე, ავტომატურად მიიჩნევა იძულებით შრომად, შესაბამისად სასამართლომ უნდა დაადგინოს მე-4 მუხლის დარღვევა. ბ-ვარიანტია ჯარისკაცების მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი იძულებითი შრომის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც იხდიან სასჯელს პატიმრობის სახით, შესაბამისად სასამართლომ უნდა დაადგინოს მე-4 მუხლის დარღვევა. გ-ვარიანტია ჯარისკაცების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მე-4 მუხლის ტექსტის თანახმად იძულებით შრომად არ განიხილება სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობის ჟამს დაკისრებული სამუშაო, შესაბამისად სასამართლომ არ უნდა დაადგინოს მე-4 მუხლის დარღვევა და დ-ვარიანტია ჯარისკაცების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მე-4 მუხლი კრძალავს მხოლოდ კლასიკურ მონობასა და ყმობას, ხოლო იძულებითი შრომის გამოყენების უფლება სახელმწიფოს ყოველთვის აქვს, შესაბამისად სასამართლომ არ უნდა დაადგინოს მე-4 მუხლის დარღვევა. თავდაპირველად ვთქვათ სწორი პასუხი და შემდგომ ვიმსჯელოთ. ეს არის გ-ვარიანტი, რადგან ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი შეიცავს მკაფიო საგამონაკლისო ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევათა ჯგუფები არ თავსდება იძულებით ან სავალდებულო შრომის დეფინიციაში. მუხლის მესამე პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური პირდაპირ ამოღებულია ამ მუხლში გაწერილი ჩამონათვალიდან. მაგრამ ჩვენ აქ ვხედავთ, რომ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს კი არა, ასევე იმათ, ვისაც კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, მათაც დაევალათ, ხო? ეხლა ამავე პუნქტის, აი ამ ბ პუნქტის C ქვეპუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ იძულებით შრომად არ მიიჩნევა ნებისმიერი სამსახური დაკისრებული საგანგებო მდგომარეობის ან საერთო უბედურების ჟამს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. ვინაიდან კაზუსში ახლა აქცენტი გაკეთებული არის როგორც სამხედრო კომპონენტზე, ისე ოფიციალურად გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, თავდაცვის სამინისტროს ბრძანება სრულ შესაბამისობაში არის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის
მესამე პუნქტის გამონაკლისთან და არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევას, შესაბამისად უფლების დარღვევას. იძულებით შრომასთან მიმართებით საინტერესო არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ზარბ ადამი მალტის წინააღმდეგ. გეტყვით ორი სიტყვით რა აქცენტები გაკეთდა ამ საქმეზე და რა მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ ჩვენ მოცემულ მე-11 ტექსტურ დავალებასთან მსჯელობის ნაწილში. მალტის კანონმდებლობით საგანგებო ვითარების, სასამართლო კრიზისის ან საზოგადოებრივი საჭიროების დროს გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოქალაქეს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ გამოსულიყო სასამართლოში ნაფისმსაჯულად, რაც გულისხმობდა იმას, რომ საქმეები უნდა ხანგრძლივად განხილულიყო, მათ სამსახური უნდა მიეტოვებინათ, სახელმწიფოს მიერ უნდა მომხდარიყო მინიმალური სიმბოლური ანაზღაურების ფორმით მუშაობა, ეს ეხებოდა სამგზავრო ხარჯებს, კვებით ხარჯებს და ასე შემდეგ. ამ საქმის ფარგლებში მომჩივანმა უარი თქვა ამ ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ სახელმწიფომ დაიწყო სამართლებრივი დევნა. აღარ მახსოვს ზუსტად სისხლისამართლებრივი დევნა იყო თუ სხვა ფორმის მნიშვნელობა არ აქვს. სახელმწიფომ აამოქმედა ბრწყალებში რეპრესიული მექანიზმი და დააკისრა ფულადი ჯარიმა. ეს პირი ევროსასამართლოში დავობდა, რომ იყო იძულებითი და სავალდებულო შრომის მსხვერპლი, რადგან მას არ ჰქონდა არჩევანი და სწორედ უარისთვის ისჯებოდა. ევროპულმა სასამართლომ მეოთხე მუხლის, აი ამ იძულებითი შრომის აკრძალვის დარღვევა არ დაადგინა. ნახეთ, სასამართლომ მიუთითა, რომ მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის დექვე პუნქტიო ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ვალდებულების ნაწილი რაც არისო და ცეკვე პუნქტზე იმსჯელა საგანგებო მდგომარეობის საერთო კეთილდღეობის ნაწილში, ხო? აი ამ ორი ქვეპუნქტის ფარგლებში იმსჯელა. და განმარტება გააკეთა ესეთი, რომ სამუშაო ან სამსახური, რომელიც ეკისრება პირს, არ წარმოადგენს კონვენციით აკრძალული იძულებით შრომას, თუ იგი თავსდება ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობაში, ან გამოწვეული არისო საზოგადოებრივი კრიზისით. ნახეთ, აქცენტი გააკეთა, რომ საზოგადოებრივი კრიზისი იყო იმ მომენტში. ის ფაქტი, რომ სამუშაო არის სავალდებულო და მისი შეუსრულებლობა იწვევს სანქციას დისციპლინურ სამფულას, აი ამ კონკრეტულ ევროსასამართლოს საქმის ფარგლებში, თავისთავად არ ხდის ამ შრომას არაკონვენციურს. თუ კი არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოების ან მართლმსაჯულების გადაუდებელი ინტერესი. ამიტომ მსგავსი შემთხვევა პირდაპირ ხა არ არის აქ, ხო, როგორც ჩვენ გვაქვს აქ თავდაცვის ძალებს დაევალათ, უფრო მარტივად გვაქვს საქმე, მაგრამ იქ სასამართლოში ნაფისმსაჯულობები დაევალათ მოქალაქეებს, იმიტომ რომ სასამართლო კოლაფსის წინაშე იდგა და იმ საქმეშიც კი არ დაადგინა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა. ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე, თუ მსგავსი ტესტური დავალება მოგივიდათ თქვენ, აი ეს იძულებითი შრომის აკრძალვას რითი ამართლებს სახელმწიფო. ანუ რა წინაპირობა აქვს? ხა პირდაპირ აიძულებენო, რომ მონასავით იმუშაოსო, ესეთი კაზუსები არ იქნება, ხო? თუ იქნება რაღაც საპირწონე იქნება სახელმწიფოს მხრიდან არგუმენტი, როგორც დავალების გაცემის დროს იქნება ეს ბრძანება თუ ასე შემდეგ, ასევე ევროპულ სასამართლოში პოზიციის დაფიქსირების დროს აქცენტი იქნება ამაზე კაზუსში გაკეთებული, ამიტომ ამ საფუძველს დააკვირდით კარგად. ერთ სიტყვით აქ რო ვთქვათ, დაუბრუნდეთ, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი, რადგან ცხადია, მეოთხე მუხლის დარღვევას ევროპული სასამართლო ამ მიმართულებით არ დაადგენს. გადავიდეთ მე-12 ტესტურ დავალებაზე. პოლიციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე მკვარაცხელია გეგმავდა მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად გადასვლას საზღვრის გვერდის ავლით. 2026 წლის 22 მაისს საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა კვარაცხელია დააკავეს. დაკავების ოქმში მიეთითა, რომ იგი აყვანილი იქნა უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარსადგენად, ვინაიდან არსებობდა მისი მიმალვისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის საფუძვლიანი ეჭვი. დაკავებულს დაუყოვნებლივ განემარტა ბრალდება, თუმცა მან გააპროტესტა დაკავება და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად საზღვარი ჯერ არ გადაუკვეთავს, დანაშაული არ დაუსრულებია და მისი თავისუფლების აღკვეთა ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლს.
კითხვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, რამდენად საფუძვლიანია კვარაცხელიას მოთხოვნა. ავარიანტია კვარაცხელიას მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან კონვენციის მეხუთე მუხლი კრძალავს პირის დაკავებას, მანამ სანამ სამართალდამცავების ფაქტი სრულად არ იქნება ჩადენილი და დასრულებული. B ვარიანტია კვარაცხელიას მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან პირის დაკავება სამართალდამცავების ჩადენის აღკვეთის მოტივით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი ბრძანება. G ვარიანტია კვარაცხელიას მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მეხუთე მუხლი სახელმწიფოს აძლევს უფლებას ნებისმიერ დროს დააპატიმროს საკუთარი მოქალაქე, თუ არსებობს ვარაუდი, რომ მას ქვეყნიდან გასვლა სურს. და D ვარიანტია კვარაცხელიას მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მეხუთე მუხლით პირის კანონიერი დაკავება დასაშვებია უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდამცავების ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, სწორი პასუხი გვაქვს D ვარიანტი, თუმცა სანამ ამ მოხსნაზე გადავალთ, G ვარიანტზე მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო. კომიკური არის ხო G ვარიანტი, თუ დააკვირდებოდით, კარგად გვეუბნება ეს რამეს, რომ კონვენციითო სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ ნებისმიერ დროს დააპატიმროს საკუთარი მოქალაქე, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყნიდან გასვლა სურსო. აქ აქცენტი გაკეთებული იმაზე კი არ არის, რომ ქვეყნიდან უკანონოდ გასვლა სურს. ზოგადად ქვეყნიდან გასვლაზე არის საუბარი, რაც ნონსენსია და ავტომატურად G ვარიანტი სამართლებრივი საფუძვლები რომ არ ვიცოდეთ ევროპული კონვენციისა და შესაბამისი მუხლების, საერთოდ ლოგიკურად მივხვდეთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანს, რომელსაც ქვეყნის დატოვება სურს, ეგ საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, არა? მისი დაკავების და დაპატიმრების უფლება სახელმწიფოს რა თქმა უნდა არ აქვს. ეხლა დაუბრუნდეთ სწორ პასუხს. თქვით, რომ არის D ვარიანტი, ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის C ქვეპუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ლეგიტიმურობას პრევენციული მიზნებისათვის. ნორმის ტექსტი მკაფიოდ უშვებს პირის დაკავებას არა მხოლოდ მაშინ, როცა დანაშაული უკვე ჩადენილია, არამედ მაშინაც, როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდამცავების ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა. ვინაიდან ხედავთ, რომ კვარაცხელია დაკავებული იქნა სასაზღვრო ზონაში, ტყეში არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, სახელმწიფო მოქმედებდა სრულად მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის C პუნქტის ფარგლებში, საგამონაკლისო მოთხოვნებში, ასე რომ თქონდა თავისუფლების უფლებაში ჩარევა და თავისუფლების უფლების შეზღუდვა ამ შემთხვევაში დარღვევად ვერ ჩაგვეთვლება. ამას ემატება ისიც, რომ არა მხოლოდ მომზადება და ისეთ ეტაპზე არის, ხო? პრევენციული მიზნებიც იმდენად არ არის ახლა აქ. აქ მას უკვე დანაშაული ჩადენილი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას აქვს როგორც მცდელობა, ისე მომზადება და ხედავთ, რომ მცდელობის მომენტში დააკავეს. საზღვარგარეთ გადასვლას ცდილობდა ეს ადამიანი. ამიტომ არათუ პრევენციული მიზნებისათვის დააკავეს, რომ არ გადაეკვეთა, გეგმავდა მაგალითად. გამონახა საშუალება, გამონახა მძღოლი, მომზადების ეტაპზე იყო პირობითად და მაგ დროს დააკავეს, უფრო შორობს დგომი იყო დანაშაულის ჩადენიდან. არამედ მცდელობის ეტაპზე დააკავეს, ანუ ერთი ნაბიჯი აშორებდა, რომ გადაეკვეთა საზღვარი. ნუ ერთი ნაბიჯი სამართლებრივ ნაწილში რო ვთქვათ, თორე შეიძლება 3 კილომეტრი ქონდა ამ ადამიანს საზღვარამდე გასავლელი. ამ მიმართულებით საინტერესო არის ერთი ესეთი საქმე ევროპული სასამართლოს განხილული, ეს არის ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ. თუმცა აღკვეთისა და პრევენციული დაკავების მთავარი და უახლოესი სახელმძღვანელო პრეცედენტული საქმე მაინც რომელიც დიდმა პალატამ განიხილა, ეს არის დანიის წინააღმდეგ არსებული ერთ-ერთი საქმე, EVI და EI დანიის წინააღმდეგ. ესეც საინტერესო საქმე არის, თუმცა ამ ეტაპზე ამჯერად მაინც ამ ლავენცის საქმეზე გეტყვით 2 სიტყვით, აი ლატვიის წინააღმდეგ რაც იყო. საქმე ეხებოდა რას, ნახეთ, ლავენცის და რამდენიმე მსგავსი სხვა საქმეებში მომჩივნები დააკავეს იმ მოტივით, რომ არსებობდა რეალური და კონკრეტული საფრთხე, რომ მათ უახლოეს მომენტში უნდა ჩაედინათ სამართალდამცავი. მომჩივნები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან მათ ფიზიკურად ჯერ არაფერი არ ქონდათ დაშავებული, ჩადენილი და კანონი და არ ქონდათ დარღვეული, პოლიციის მხრიდან მათი წინასწარ მხოლოდ ეჭვისა და განზრახვის გამო დაკავება
ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის ფარგლებს ცილდებოდა და წარმოადგენდა ამ უფლებაში უხეშ ჩარევას, დარღვევას ჰქონდა ადგილიო. ეხლა რა გადაწყვიტა სასამართლომ? ნახეთ, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და განმარტა, რომ პირველი პუნქტის ცეკვე პუნქტიო არ მოითხოვს, რომ პოლიციამ დაიცადოს დანაშაულის სრულად დასრულებამდე ან ზიანის დადგომამდე, ხო? ტერმინი სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა სახელმწიფოს აძლევს უფლებას იმოქმედოს პროაქტიულად, თუ კი საფრთხე არის კონკრეტული და არსებობს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი იმის დასაჯერებლად, იმაში დასარწმუნებლად, რომ პირი აპირებს კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. ეხლა ჩვენ ამ კაზუსს რო დაუბრუნდეთ, ხა ვინაიდან პირის ქმედებები, ხო, ამ კვარაცხელიას ქმედებები საზღვრისპირა ტყეში არალეგალურად მარშრუტით გადაადგილება აშკარად მიუთითებს დანაშაულის მომზადების მცდელობის ეტაპზე. დაკავება სრულად თავსდება კონვენციის დაშვებულ პრევენციულ ფარგლებში, შესაბამისად ევროპული სასამართლო არ დაადგენს მეხუთე მუხლის დარღვევას, რის გამოც როგორც აღნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. გადავიდეთ მე-13 ტესტურ დავალებაზე. პარლამენტის ყოფილი წევრის შვილი N. ლომიძე ბრალდებულად იქნა ცნობილი გამოძალვის ფაქტზე. სასამართლო პროცესის დაწყებისას პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და მოითხოვა სხდომის სრულად დახურვა. პროკურორმა მოტივად მიუთითა, რომ საქმეში ფიგურირებდა არასწლოვანი მოწმე, რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების დაცვაც მკაცრად აუცილებელი იყო, ამასთან საქმეში მონაწილე პირი საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევდა და პრესის მიერ აღნიშნულის გაშუქება ბავშვის მდგომარეობაზე ასევე უარყოფითად აისახებოდა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა. საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ N. ლომიძე წარდგენილი ბრალის ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. იმ მიზნით, რომ არასწლოვნის მონაცემები საჯარო არ გამხდარიყო. ლომიძის ადვოკატმა ევროპულ სასამართლოს მიმართა, მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია საქმის საქვეყნოდ განხილვის უფლება. კითხვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით რამდენად საფუძვლიანია N. ლომიძის ადვოკატის მოთხოვნა. A ვარიანტია. ლომიძის ადვოკატის მოთხოვნა საფუძვლიანია, მართალია კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული პროცესზე არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს საქვეყნოდ. B ვარიანტია. ლომიძის ადვოკატის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მე-6 მუხლი მოსამართლეს აძლევს უფლებას არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სასამართლო პროცესი, ისე თავად საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება სრულად დახუროს საზოგადოებისათვის. G ვარიანტია. ლომიძის ადვოკატის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან კონვენციის მე-6 მუხლი კრძალავს სასამართლოს სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვას ნებისმიერ საქმეზე, თუ ბრალდებული ამაზე წინასწარ წერილობით თანხმობას არ განაცხადებს და საქმის ირგვლივ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. და D ვარიანტია. ლომიძის ადვოკატის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მე-6 მუხლით საქმის საქვეყნოდ განხილვის უფლება ვრცელდება მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის დავებზე, ხოლო სისხლისამართლებრივი ბრალდების დროს ეს წესი შეზღუდულად მოქმედებს, მიუხედავად საქმის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობისა. მოცემულ ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი, ვინაიდან ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმპერატიულად დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროობა არის აუცილებელი. ნორმაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. მართალია ამავე პუნქტის მომდევნო წინადადება უშვებს გამონაკლის, რომლის მიხედვითაც მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, მაგრამ ეს საგამონაკლისო წესი ეხება მხოლოდ უშუალოდ პროცესის სხდომების მიმდინარეობას და არა თავად გადაწყვეტილების გამოცხადებას. გადაწყვეტილების საქვეყნოდ გამოცხადების მოთხოვნა არის აბსოლუტური, რის გამოც მის დახურულ სხდომაზე საკითხვა წარმოადგენს მუხლის დარღვევას. საინტერესო არის ამ კუთხით ერთ-ერთი ცნობილი საქმე, ეს არის კემპბელი და ფელჰამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
და ასევე ამ პრინციპს ეტყობნობა დიდი პალატის რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება, რომელიც არის ესეთი რაზა ბულგარეთის წინააღმდეგ და სატერი შვეიცარიის წინააღმდეგ. ეხლა რას ეხებოდა ამ ევროპული სასამართლოს საქმე, ხო? რასთან გონდა საქმე? მომჩივნები იყვნენ პატიმრები, რომლებიც ეხლა რას ეხებოდა ეს დავა ევროპულ სასამართლოში? მომჩივნები იყვნენ პატიმრები, რომელთა მიმართაც ციხეში მომხდარი არეულობის გამო მიმდინარეობდა შიდა დისციპლინური და სისხლისამართლებრივი წარმოება. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ სასამართლო განხილვა სრულად დახურულ რეჟიმში ჩაატარა, მეტიც პროცესის დასრულების შემდეგ თავად საბოლოო გადაწყვეტილებაც საჯაროდ კი არ გამოცხადა, არამედ პატიმრებს ციხისაკანში პირდაპირ წერილობითი ფორმით გადაეცათ მიღებული გადაწყვეტილება. მომჩივნებმა სტრასბურგში იდავეს, რომ მართლმსაჯულების ასეთი ფარული აღსრულება მე-6 მუხლის საქვეყნო განხილვის უფლების ნაწილში პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა. ანალოგიური მოწესრიგება გვაქვს ჩვენ ქართულ კანონმდებლობაშიც, კერძოდ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 10 მუხლი გვეუბნება ეს რამეს, რომ სხდომის დახურვა არის დასაშვები მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუმცა მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. აი ეს ჩადებული მეორე ნაწილი პირდაპირ გამოძახილი არის იმ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საქვეყნოდ პროცესის საქვეყნოდ ჩატარების საჯაროობის საქვეყნობის პრინციპთან და სრულად არის შესაბამისობაში ევროპულ ღირებულებებთან, სამართლებრივ ღირებულებებთან. გადავიდეთ შემდეგ ტესტურ დავალებაზე, რომელიც ეხება კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლებაში ჩარევას, დამჩარევის ლეგიტიმურობას. მკვლელობისთვის მჯარდებული ვ ტაბატაძე სასჯელს იხდიდა მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში. 2026 წლის 14 მაისს მან ციხის ეზოდან გაქცევა მოახერხა. ბადრაგმა გაქცეულ პატიმარს უბრძანა გაჩერებული იყო, თუმცა ტაბატაძე ბრძანებას არ დაემორჩილა და გარე პერიმეტრის მაღალ ღობეზე გადახდა. გაქცევის აღსაკვეთად ბადრაგმა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც პატიმარი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახმა საჭიროდ მიმართა ევროპულ სასამართლოს და განაცხადა, რომ ტაბატაძე იყო შეუიარაღებელი, საფრთხეს არავის უქმნიდა და მისი განზრახ მოკლით დაინღვა კონვენციის მეორე მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლება. კითხვა გვაქვს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით რამდენად საფუძვლიანია ოჯახის მოთხოვნა. ა ვარიანტია ოჯახის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან კონვენციის მეორე მუხლის მიხედვით სიცოცხლის განზრახ ხელყოფა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი თავად არის შეიარაღებული და საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს. ბ ვარიანტია ოჯახის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მეორე მუხლით სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება დარღვევა, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად. გ ვარიანტია ოჯახის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან გაქცეული პატიმრის მიმართ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული სპეციალური ბრძანება და დ ვარიანტია ოჯახის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კონვენციის მეორე მუხლი იცავს მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქების სიცოცხლეს, ხოლო მსჯავრდებულ პირებზე ამ მუხლის მოქმედება საერთოდ არ ვრცელდება. ეხლა აქ ჩვენ გვაქვს ორი პასუხი ბ ვარიანტი, მაგრამ სანამ ამ ხსნაზე გადავალთ, გეტყვით იმას, რომ სირთულე ახლავს ამ ტესტურ დავალებას და მე ეჭვება, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მსგავსი პრინციპით იყოს ტესტი შედგენილი. გულისხმობ რას? გულისხმობ იმას, რომ გარდა მუხლის კონკრეტული პუნქტის ცოდნისა, ასევე ამ ტესტში ჩადებული არის გასაღები თანაზომიერებასა და პროპორციულობასთან მიმართებით, ანუ რამდენად თანაზომიერია, რამდენად პროპორციულია, რამდენად აუცილებელი და უკიდურესი ღონისძიება არის გამოყენებული და აი ამ ნაწილში რამდენად თავსებადი არის ევროპულ კონვენციასთან. ანუ იმას კი არ გეკითხებიან ამ მუხლით რა როგორ არის, ხო? არის სწორი თუ ბ არის. აქ გეუბნებიან, რომ მუხლში რაღაც ჩანაწერი გვაქვს და აი ეს ჩანაწერი რამდენად პროპორციებში ჯდება.
ამიტომ მსგავსი ტიპის ტესტური დავალება უფრო მაღალი დონის გამოცდებზე არის მოსალოდნელი და გულისხმობ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მისაღებ გამოცდებს, მისაღებს არა საკვალიფიკაციო გამოცდებს. იქ არის ესეთი ტესტური დავალებები. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ იქ ძალიან შეფასებითი ტესტები მოდის და მეტნაკლებად გიწევს ორ ვარიანტს შორის უფრო სწორი ვარიანტის ამორჩევა, რომელიც პრინციპების დონეზე უფრო ახლოს არის ნორმასთან. მსგავსი ტიპის და სირთულის ტესტები არ შეშინდეთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არ იქნება და ასევე არ იქნება, რა თქმა უნდა, პროკურატურის გამოცდებზეც. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ B ვარიანტს, ხო? რომელიც ვთქვით, რომ არის სწორი ვარიანტი. კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტის B ქვეპუნქტი პირდაპირ და ცალსახად ადგენს, რომ სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ იგი მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც წარმოადგენდა აბსოლუტურ აუცილებლობას კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად. ეხლა აი ამ ჩანაწერის მიხედვით პირდაპირ უნდა მოვხაზოთ B ვარიანტი, ხო? ვინაიდან ეხლა ტაბატაძე იყო მსჯავრდებული, იმყოფებოდა კანონიერ პატიმრობაში და გარდაიცვალა უშუალოდ გაქცევის პროცესში მის შეჩერების მიზნით, ბადრაგის მოქმედება სრულად თავსდება კონვენციის ტექსტობრივ გამონაკლისებში. ამიტომ აი ამ მსჯელობით B ვარიანტი გვაქვს სწორი ვარიანტი. ეს არის მშრალი მსჯელობა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების სირთულის თვალსაზრისით გამოდგება, ანუ ეს ამ ლოგიკით თუ წახვალთ, მისაღები იქნება აბსოლუტურად შემოხაზული სწორი პასუხი, მაგრამ ცოტა მაღალ დონეზე რო განვიხილოთ, ამიტომ მოვიყვან ერთი ესეთ საქმეს, შეიძლება თქვენთვის ცნობილიც იყოს, ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს საქმე არის ესეთი. ეს არის დიდი პალატის მიერ მიღებული, ასე ვთქვათ, წამყვანი გადაწყვეტილება და ამავე პრინციპს ეფუძნება რამდენიმე საქმეც ესეთი არის, მაგალითად მაკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ეხლა რა ხდებოდა ამ საქმეში, ნახეთ, ბულგარელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისთვის სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვებისთვის იხდიდნენ სასჯელს, სამუშაო ობიექტიდან გაიქცნენ. მათ დასაკავებლად გაიგზავნა საპოლიციო ძალები, სამხედრო პოლიცია, რაზმი გაგზავნეს, პოლიციამ გაქცეულები ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები იყვნენ სრულიად შეუიარაღებლები, არავითარ ფიზიკურ საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემომყოფებს, გაქცევის მცდელობისას სამხედრო პოლიციამ მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე ადგილზე მოკლა. გარდაცვლილთა ოჯახებმა იდავეს ევროპულ სასამართლოში, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა ევროკონვენციის მეორე მუხლი. რადგან შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება არ ყოფილა აბსოლუტურად აუცილებელი. ეხლა რა გადაწყვიტა სასამართლომ, ხო? დიდმა პალატამ ამ საქმეზე დაადგინა მეორე მუხლის დარღვევა და ჩამოაყალიბა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი სტანდარტი, ტესტი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც აკონკრეტებს მეორე მუხლის ტექსტსაც, ხო? ერთი ეს იყო აბსოლუტური აუცილებლობის ტესტი. მართალია მეორე მუხლის მეორე პუნქტი, ანუ B ქვეპუნქტი პირდაპირ უშვებს ძალის გამოყენებას გაქცევის აღსაკვეთად, მაგრამ არსებული ტერმინი აბსოლუტური აუცილებლობა ნიშნავს იმას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არის უკიდურესი ზომა. სამართლებრივად, რომ ვთქვათ, ცნობილი ტერმინი არის ესეთი წიმა რაციო, უკანასკნელი უკიდურესი ზომა უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, უკანასკნელი საშუალება უნდა იყოსო. ეს არის აბსოლუტური აუცილებლობის ტესტი. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ჩვენ კაზუსთან მიმართებით გამოგვადგება მსჯელობაში, ეს არის დანაშაულის სიმძიმის ფაქტორი. სასამართლომ განმარტა, რომ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება იარაღის არ მქონე პირის მიმართ, გაქცეული პირის მიმართ, არ არის გამართლებული, თუ პირი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს სხვათა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ან თუ მას არ ჩაუდენია ძალადობრივი მძიმე დანაშაულიო. ანუ სასამართლომ ერთ ნაწილში თქვა, რომ იარაღის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომაო და მეორე ნაწილში თქვა, რომ გასათვალისწინებელი გარემოება არის იმ დანაშაულის სიმძიმე და ძალადობრივი ბუნება,
რომლის თავიდან დაღწევასაც ცდილობს გაქცეული იმ დანაშაულის, რომელ დანაშაულსაც საჯერს იხდის და აი ამის გამო გარბის, ეს ფაქტორიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორად იქნა შეფასებული. ეხლა აი ამ ნაჩვენას საქმის მაგალითზე, რომ ჩვენ კაზუსს მოუბრუნდეთ, დავინახავთ ეს რაღაცას, რომ ტაბატაძე იყო მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ხო? ნახეთ, კაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის მკვლელობისთვის სასჯელს. ანუ ჩადენილი აქვს უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული. იგი ახერხებს კაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან გაქცევას, ანუ გარე პერიმეტრზე იმყოფება უკვე და აი ამ ნაჩვენას საქმის პრეცედენტის მიხედვით სწორედ დანაშაულის ხასიათი, ბუნება, სიმძიმე, ამ მკვლელობასთან გვაქვს საქმე და საფრთხის მაღალი ხარისხი ხდის ბადრაგის მოქმედებას აბსოლუტურად აუცილებელს, რაც ამართლებს, რა თქმა უნდა, ბეპასუხს. ეხლა რატო ვილაპარაკე ესე ვრცლად, მეგობრებო? თქვენ თუ მსგავსი ტიპის ტესტურ დავალება შეგვხვდებათ, ან მსგავსი ტიპის კაზუსი შეგვხვდებათ ისეთ ფორმატში, სადაც მოგიწევთ წერა, ასე რომ ვთქვათ, ან კი ანუ შემოხაზოთ A, B, G, ან D ვარიანტიდან რომელი არის, სწორედ ამე წერა დასაბუთება გიწევთ. ესეთი შეიძლება იყოს სამაგისტრო მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში, ხო, რაღაც გარკვეულ უნივერსიტეტებს აქვს ესეთი მიდგომა, რომ რაღაც კაზუსი მოვა და შენ დაწერო ეს, ნუ დაასაბუთო. აი მსგავსი წერის დროს ასევე არის მოსამართლეობის გამოცდებიც. იქაც საკმაოდ დიდი რთული კაზუსი მოდის და იქ არის მთელი აქცენტი გაკეთებული ხელწერაზე, სამართლებრივ კულტურაზე, რამდენად კარგად წერ, რამდენად გაცნობიერებული ხარ, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. აი ამასთან მიმართებით თუ მსგავსი ტიპის კაზუსი მოგივიდათ, ხო? აი ეს ნაჩვენა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ ეს საქმე ყველა შემთხვევაში გამოიყენეთ, იმშელეთ ამაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი პალატის გადაწყვეტილება არის მეორე მუხლთან მიმართებით. ეს იყო ამ ნაწილში, რაც მინდოდა მეთქვა, ვამბობთ, რომ ბეპასუხი არის აქ სწორი პასუხი და მხოლოდ აი ამ ბევრი მსჯელობის გარეშეც რომ დაუბრუნდეთ მარტო იმ ჩანაწერს, რომ ციხიდან გაქცევის აღსაკვეთად შეიძლება გამოყენებული იქნეს ცეცხლსასროლი იარაღი და ჩარევა მოხდეს მეორე მუხლით გარანტირებული ცეცხლის უფლებაში, ამ ტესტური მშრალი ტესტური დავალების ფარგლებში ესეც მისაღები იქნება. და ბოლოსკენ მე-15 ტესტური დავალების მინდა დავასრულოთ. დავალება არის შემდეგი. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობამ გადაწყვიტა მიეღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შევსების მიზნით რელიგიური უმცირესობის ერთ-ერთ ჯგუფს ოფიციალურად აეკრძალა საკუთარი რწმენის საქვეყნოდ რიტუალების აღსრულება. რელიგიურმა ჯგუფმა ერთობლივი საჩივრით ევროპულ სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც შიდა სამართლებრივი მექანიზმები ამოწურა. რელიგიური ჯგუფი ითხოვდა სასამართლოს მეცხრე მუხლის დარღვევა დაედგინა, რელიგიის თავისუფლებაზეა საუბარი. სახელმწიფომ ეს ნაბიჯი სასამართლოში იმით გაამართლა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კრიზისულ პერიოდში ნებისმიერი უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური არის. კითხვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, რამდენად ლეგიტიმურია სახელმწიფოს მიერ რელიგიის გამჟღავნების თავისუფლების შეზღუდვა ამ მოტივით. A ვარიანტია შეზღუდვა ლეგიტიმურია, ვინაიდან კონვენცია პირდაპირ შეიცავს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებს, როგორც რელიგიის გამჟღავნების შეზღუდვის დამოუკიდებელ საფუძველს. B ვარიანტია შეზღუდვა ლეგიტიმურია, ვინაიდან ეკონომიკური კრიზისი ავტომატურად აუქმებს კონვენციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების უფლების მოქმედებას ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის მიმართ. G ვარიანტია შეზღუდვა არალეგიტიმურია, ვინაიდან კონვენცია საერთოდ არ უშვებს რელიგიის გამჟღავნების თავისუფლების შეზღუდვას არც ერთი საფუძვლით, ის აბსოლუტური უფლებაა და D ვარიანტია შეზღუდვა არალეგიტიმურია, ვინაიდან კონვენცია შეიცავს რელიგიის თავისუფლების უფლების შეზღუდვის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და მასში ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აქ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვაქვს D ვარიანტი. ნახეთ, კონვენციის მიხედვით სახელმწიფოს არ აქვს უფლება რელიგიის თავისუფლება შეზღუდოს ფინანსური ან ეკონომიკური მოტივებით. ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა
გათვალისწინებული არის კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის ჯანმრთელობის ან მორალის ან და სხვათა უფლებების და თავისუფლებების დასაცავად. აი ამ შემთხვევებში შეიძლება რომ შეიზღუდოს აღნიშნული უფლება. ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ამ ნაწილში არ ჯდება, ხო? არ დაიბნეთ რატო ახლა? ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მოტივით, ანუ აუცილებლობით, კონვენცია დასაშვებად მიიჩნევს გარკვეული უფლების შეზღუდვას. ეს არის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევა. კერძოდ, ევროპული კონვენციის მერვე მუხლით გარანტირებული არის, როგორც ვიცით, პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრისისა და მიმოწერის დაცულობა. თუმცა ამ უფლებებში საჯარო ხელისუფლების ჩარევა ლეგიტიმურია, თუ ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის ან და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ნახეთ, მე ჩამონათვალში ვახსენე ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები. ამიტომ გამოდის, რომ ამ მიზნით, ამ მოტივებით შეიძლება რომ მერვე მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრისისა და მიმოწერის დაცულობაში ჩარევა სახელმწიფომ გაამართლოს, მაგრამ ამითი ვერ გაამართლებს მეცხრე მუხლით გარანტირებულ უფლებაში რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. ამ ლოგიკით და არგუმენტით D ვარიანტი გვაქვს აუცილებლად სწორი. და რა დააშავა ახლა მე-15 ტესტურმა დავალებამ 4-ვეზე რაღაცა გარკვეული ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ვახსენეთ და აქაც მოდი ვთქვათ ერთ-ერთი საინტერესო საქმე. ეს არის ნოლანი და კა რუსეთის წინააღმდეგ. მოკლედ რო ავხსნათ, რუსეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რელიგიური მისიონერი იყო, როგორც მახსოვს, ქვეყანაში შესვლა უკრძალა, მისი რელიგიური საქმიანობა შეზღუდა იმ მოტივებით, რომელიც არ ჯდებოდა აი ამ მეცხრე მუხლის მეორე პუნქტის ჩამონათვალში. სტრასბურგმა განმარტა ამ საქმის ფარგლებში, რომ მეცხრე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ მეორე პუნქტის ჩამონათვალი არის ამომწურავი და მისი გაფართოება სახელმწიფოს მიერ სხვა, მაგალითად ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზებით არის დაუშვებელი. ანუ რა აქცენტი გააკეთა სასამართლომ, რასაც გეუბნება მეცხრე მუხლის ჩამონათვალი, მხოლოდ ამ შემთხვევებში შეგიძლია გაამართლო უფლებაში ჩარევა სახელმწიფომ. შენით თუ რაღაცებს მოიფიქრებ და მოიგონებ და რაღაცა საფრენაპარაც გამოიგონებ ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ამ ნაწილში არ გამოვა ეს ევროპული სასამართლო ამ ნაწილში დარღვევას დაადგენს. ამიტომ ამოვდივართ მხოლოდ მეცხრე მუხლის მეორე პუნქტის საგამონაკლისო საფუძვლებიდან. ამიტომ ამ საფუძვლებს კარგად გადახედეთ, ვინც გამოცდებისთვის ემზადებით. აღნიშნული ვიდეოს ფარგლებში ეს 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის შეუმეთავაზებინო, ვფიქრობ რომ ინტერაქტიული გამოვიდა, საინტერესო გამოვიდა და ეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით გაჯერებაც განპირობებული არის იმით, რომ ზოგადად ადამიანის გონება იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ რაღაცა საინტერესოთ იმახსოვრებ მნიშვნელოვანს, საინტერესო ისტორია და ამბავი გამახსოვრებინებს იმის ირგვლივ მნიშვნელოვან გარემოებასაც, მაგალითად მე თუ რაღაც საინტერესო ისტორიას მოვყვები და სათაური ექნება ისეთი რაც მარტო სათაურის ცოდნა მოგეთხოვება, აი ამ ისტორიიდან გემახსოვრება სათაურიც. მარტო სათაურს თუ გეტყვით, თქვენ გაგიჭირდებათ ამისი რაღაც პერიოდის მერე დამახსოვრება. ეს არის დასწავლის ხელოვნების ერთ-ერთი ფორმულა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ რაღაცა ისტორია, რაღაცა სასამართლო кейსი, რაღაცა ვითარება, დაძაბულობა, საინტერესო პრეისტორია უნდა უძღოდეს წინ საკითხს, რომ დავიმახსოვროთ იქიდან აი ეს გამონაწური, რაც გვჭირდება ჩვენ სამართლებრივად, რომ ვიცოდეთ რა არის იმ საქმიდან საინტერესო. ამიტომ აი ამით არის სწორედ განპირობებული ის, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდანაც გარკვეული მინიმალისტური მესიჯები გავაჟღერეთ. თუ დაგაინტერესათ ამ მიმართულებით ევროპულმა გადაწყვეტილებებმა, კომენტარებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რა გადაწყვეტილებებით ვახსენე მე ეს საქმეები, უმეტესობა ქართულადაც არის, მაგრამ ნაწილი ოფიციალურ ენაზე არის, ინგლისურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი და შემიძლია რომ მეილის მეშვეობით თქვენ ეს მოგაწოდოთ და გაგიზიაროთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.